მოგესალმებით, მეგობრებო, კოლეგებო, ჩვენს პროგრამაში Zoom-ში მონაწილე ადამიანებს მივესალმები და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც Facebook-ის საშუალებით შემოგვიერთდებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნებით აქტიურები, დასვამთ შეკითხვებს, რომელსაც მე გადმოვიტან და სტუმრებს დავუსვამ Facebook Live-ის ნაწილში დასმულ შეკითხვებს. თვითონ პროგრამაში მონაწილეებს კი თავად შეეძლებათ დასვან შეკითხვა. აქვე ვთხოვ ყველას, რომ ჩათის, ანუ სადისკუსიო პანელის გამოყენებით დაწეროთ სახელი და გვარი, რომ რიგითობა დავიცვათ შეკითხვების დასმის დროს. ეხლა ვინ ვართ ჩვენ და რას ვაკეთებთ ამ სივრცეში? დღეს როგორც ყველამ ვიცით, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. ამავდროულად მსოფლიო უერთდება კამპანიას, რომელიც ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას და საქართველოს ამის მონაწილეა ცხადია. ჩვენ ორგანიზატორები უერთდებით ამ ორ მნიშვნელოვან დღეს და გჯერა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ქალთა და გოგოების უფლებები იქნება რეალისტურად დაცული და მინიმუმამდე დაყვანილი ის გამოწვევები, რომლებიც არის. ამ დღის აღსანიშნავად ორგანიზაციები პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის და ქალი და რეალობა, გაეროს ერთობლივი პროგრამის სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით უკეთებთ ორგანიზებას სწორედ ამ შეხვედრას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ექსკლუზიურია, რატომ ცოტა მოგვიანებით გეტყვით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან იქნებით შემდეგი საათ ნახევრის განმავლობაში. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ქალთა მიმართ გამოწვევების და უმეტესწილად ძალადობრივი პრობლემების შესახებ, მაგრამ არა მხოლოდ ქალების, არამედ ვიმსჯელებთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების და გოგოების წინაშე არსებულ ბარიერებზე და მეტნაკლებად ვიფიქრებთ იმ სტრატეგიულ გამოსავალზე, რომელიც უნდა დაუპირისპიროთ ამ გამოწვევებს. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი არის ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია აქტივიზმის როლი უფლებების დაცვის სფეროში და ამ შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის ის, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარებით, გაეროს სააგენტოების დახმარებით საქართველოში მიმდინარე წელს ზაფხულში შეიქმნა ეგრეთ წოდებული პლატფორმა, სადაც ერთიანდება საქართველოს ყველა კუთხიდან, რეგიონებიდან და ქალაქებიდან წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებებზე. ეს არის პლატფორმა, რომლის მიზანით სწორედ არის ქალების გაძლიერება, მათი უფლებების ადვოკატირება და სწორედ ქალი ლიდერების წინა პლანზე წამოწევა. სწორედ ეს პლატფორმა არის სულისჩამდგელი ჩვენი დღევანდელი ვებინარის და მე აქვე მადლობა უნდა გადავუხადო გაეროს სააგენტოებს და განსაკუთრებით გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ასევე გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვის შესახებ კომიტეტის, ეგრეთ წოდებული CEDAW კომიტეტის, მოგვიანებით CEDAW-ს ვახსენებ და ამიტომ აქვე შევამოკლებ, CEDAW კომიტეტის სამდივნოს, რომელთა აქტიური დახმარებით დღეს ჩვენ გვაქვს მე ვიტყოდი უპრეცედენტო საშუალება და ეს დღევანდელი შეხვედრა ალბათ ჩვენი ერთგვარი პრივილეგიაც არის, რომელსაც გამოვიყენებთ. რა ხდება დღეს? დღეს ყავს სტუმრად განსაკუთრებული ადამიანები, პირველ რიგში ორი წარმომადგენელი CEDAW კომიტეტის, ქალბატონი ლიკა ნადარაია, რომელიც საქართველოს წარმომადგენელია აღნიშნულ კომიტეტში და ძალიან დიდი მადლობა ლიკას ჩვენთან ყოფნისთვის. ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენთან არის ქალბატონი ანა პელეზ ნარვაეზი, რომელიც პირველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალია, რომელიც ბოლო 37 წლის განმავლობაში არჩეული იქნა CEDAW კომიტეტში. და ჩვენთან იმყოფება ასევე ქალბატონი თამარ საბედაშვილი, რომლისგანაც იწყება გენდერული თანასწორობა საქართველოში ჩემი შეფასებით, შეიძლება მიკერძოებული ვიყო, მაგრამ ის არის მოტივატორი ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც დღეს ქალთა უფლებებზე მუშაობენ. თავად თამარი კი
წარმოადგენს გაეროს ქალთა UN Women-ის წარმომადგენელია საქართველოში. როგორ არის ქართულად ამის თარგმანი რომ დამავიწყდება? გაეროს ქალთა ორგანიზაციის უკაცრავად. ჩვენი შეხვედრის სტრუქტურა ასეთია. გამომსვლელები ქალბატონი ლიკა და ქალბატონი თამარი მოგესალმებიან. თქვენ გექნებათ 5 წუთი დაახლოებით და თქვენი მოსალმების შემდგომ ძირითად დისკუსიაზე გადავართ, სადაც ქალბატონი ანა პელეზი ისაუბრებს აქტივიზმის მნიშვნელობაზე, შიშიმ ქალების და გოგოების უფლებების თვალსაზრისით, ადგილობრივ და საერთაშორისო შესაძლებლობებზე და რაც თავარია, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივატორი. არა მარტო ჩვენთვის, ვინც ქალების და გოგოების უფლებებზე მუშაობთ, მე მჯერა, რომ ზოგადად ყველა ადამიანისთვის, ვინც ადამიანის უფლებებზე მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩაერთეთ ჩვენს დღევანდელ ვებინარზე. მე მოვუწოდებ Facebook მაყურებლებს, რომ გთხოვთ იაქტიუროთ. პირველი შემთხვევაა, რომ სიდოო კომიტეტის 2 წარმომადგენელი გვყავს ჩვენ სადისკუსიო პანელზე და გთხოვთ გამოვიყენოთ ეს შანსი და მივიღოთ მათგან ძალიან სასარგებლო ინფორმაცია. მე აქ გავჩერდები და ეხლა ვთხოვ ქალბატონ თამარ საბედაშვილს მოგესალმეთ თამარ და შემდგომ ქალბატონ ლიკას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 წუთი. დიდი მადლობა. კი, ძალიან მოკლედ. დიდი მადლობა ანა ასეთი რაღაცა წარდგენისთვის. ჩემთვის დიდი პატივია რომ ვარ დღეს თქვენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მინდა რა თქმა უნდა მადლობებით დავიწყო პარტნიორობა ქალთა უფლებებისთვის ქალი და რეალობა ჩვენს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დიდი მადლობა ქალბატონ ლიკა ნადარაიას, მადლობა რომ ჩაერთო და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ანა პელაის ნარვაეს სიდოს წევრს, რომელიც უშუალოდ ექსპერტია ამ საკითხებზე. შეშმოქალების აქტივიზმი, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და იმედია რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იქნება. მოკლედ შევჩერდები კიდევ რას ველით ამ შეხვედრისგან, რომ აუდიტორიაც კარგად იყოს ინფორმირებული და უფრო კარგად ჩაერთოს. შეხვედრის ამოცანა არის, რომ ერთობლივად გავიაზროთ თუ რას ნიშნავს მოწოდება არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე. ანუ როგორია გლობალური გამოცდილება და როგორია ადგილობრივი გამოწვევები ამ მოწოდების განხორციელების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ ვიმსჯელოთ რა არის კარგი სტრატეგია იმის რომ უფრო ხილვადი გახდეს შეშმოქალების უფლებადაცვითი საქმიანობა და აქტივიზმი. ჩვენს კონტექსტში განსაკუთრებით აი ამ ძიმე კონტექსტში როგორც არის პანდემია, შეზღუდვები გადაადგილებაზე, სახლში დარჩი პოლიტიკა და სხვა ტკივნეული თემები. და ბოლო მესამე რაც ძალიან ნაკლებ მნიშვნელოვანია არის რომ ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ გავდოთ ხიდები, გავამაგროთ ეს ხიდებია, გავაძლიეროთ, დავამატოთ ეგრეთ წოდებულ მეინსტრიმ ქალთა მოძრაობას, ქალთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს, აქტივისტებს, ორგანიზაციებს და შეშმო ქალთა და გოგოების თემს და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის. მე მგონი ეს არის ძალიან სტრატეგიული საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის არის ძალიან სასიხარულო და ძალიან მადლობლები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ამ თემაზე ვიმუშაოთ თქვენთან ერთად. დიდი მადლობა თამარ. კი, მნიშვნელოვანია ზუსტად იმ თავარი ლოზუნგის გააზრება, რომელიც არის რომ არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე. სხვათა შორის მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც აი ეს ლოზუნგიც კი გააპროტესტეს და მოწოდება ამგვარი. რატომ არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე იყოს, რომ აბსოლუტურად არაფერი ჩვენს შესახებ. მე მაგალითად ძალიან მომწონს. არ დავავიწროვებდი შეშმოპირთა საკითხს, ვიტყოდი რომ არაფერი ჩვენს გარეშე. არ ვიცი, შეიძლება შორს გავარდნილი ოცნებასავითაა, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩართულობა სწორედ შეშმოპირთა მონაწილეობით, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი სწორედ შეშმოქალებსა და გოგოების ჩართულობაზეა გაკეთებული. ქალბატონ ლიკა, თხოვთ თქვენ შეგიძლიათ როგორც სიდოო კომიტეტის წევრმა საქართველოდან მოგესალმოთ და გითხრათ თქვენი მხრიდან რა მნიშვნელოვანი გზავნილები გექნებოდათ ამ ორ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით. შეშმოპირთა საერთაშორისო დღე
და 16 დღიან კამპანიაში საქართველოს მონაწილეობა. როგორ დაუგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა. გისმენთ ქალბატონ ლიკა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზანებისთვის ჩვენთან. დიდი მადლობა ყველას მინდა მოულოცო და ვუერთდები ამ ძალიან მნიშვნელოვან ერთ დღეს და მეორეს პროცესს და კამპანიას. ჩვენ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია ხილვადობა საკითხის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს სტერეოტიპებთან ბრძოლას ეხება ეს თუ სახელმწიფოსთან ურთიერთობას თუ ზოგადად მდგომარეობის გაუმჯობესებას ქვეყანაში, ამიტომ კამპანიებთან მიერთება არის მნიშვნელოვანი, არის უაღრესად კარგი სტრატეგია საერთაშორისო და მზად ვარ მთლიანად მხარში დავუდგე ამ კამპანიას. მე მაქვს ერთადერთი პოლიტიკური ჩემი დავალება, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოს არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი აქტიური წევრი, მე ვარ კომიტეტის წევრი. ამიტომ თუ მომცემთ უფლებას, რომ რამოდენიმე სიტყვა უთხრა ჩემ კოლეგას ინგლისურად, ძალიან მადლობელი ვიქნები, რადგან we are hosting. რა თქმა უნდა, თქვენ უფლება გაქვთ. თქვენის ნებართვით გადავერთვები ინგლისურზე. კი ბატონო. ქალბატონი ლიკა, ჩემი ხმა თუ გესმით, არ გჭირდებათ გადართვა. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო ანა. პირველ რიგში მინდა მივესალმო ჩემ ძვირფას კოლეგას, ქალბატონ ანა ბალეს, ვინც არის სიდუს კომიტეტის გამორჩეული და პატივცემული წევრი. მისი ხმა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო არენაზე, იმისათვის რომ გოგონებისა და ქალების ხმა იყოს უფრო ხმამაღლა გაგონილი, განსაკუთრებით გოგონებისა და ქალების სხვა შეზღუდული უნარებით. ძალიან დიდი მადლობა. აქ women in Georgia. I also want to welcome organizers of the meeting, UN Women. ორგანიზატორებსაც, გაეროს ქალთა ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის, UNFPA-ს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის პლატფორმის წევრებს. მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ პროგრესს, რომელსაც აღწევენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვინაიდან ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ ამ საკითხებზე და აკეთებენ ყველაფერს კონვენციის რატიფიკაციისათვის. ჩვენი ბოლო შეფასებიდან, რომელიც ჩატარდა 2014 წელს, ჩვენ ძალიან დიდ პროგრესსაც მივაღწიეთ, თუმცა რა თქმა უნდა გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი კიდევ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, იმ სირთულეების მოსაგვარებლად, რომელსაც აწყდებიან გოგონები და ქალები. იქნება ეს რაიმე მომსახურების, ჯანდაცვის თუ განათლების ხელმისაწვდომობის თუ პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით. იმედია, რომ გვექნება შესაძლებლობა ვიმსჯელოთ ყველა ამ საკითხზე და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უწყობს აქტივიზმი ამ პრობლემების ხილვადობის გაზრდას და თავისთავად ამ საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით. Without us concept is very important concept, and this concept should be enshrined in entire women's movement. Thank you. Madlova. ძალისხმევაში.
დიდი მადლობა ქალბატონ ლიკა. თქვენი მონაწილეობით ამ ყველაფრის მიღწევა გაცილებით უფრო მარტივი იქნება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ საერთაშორისო წარმომადგენლობა და საერთაშორისო არენაზე მათ შორის საქართველოში მცხოვრები ქალების და შიშიმო ქალების საკითხების დაყენება არის ალბათ ის მინიმუმი, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ მაინც შიდა აქტივიზმი ჩაუნაცვლებელია და სწორედ ამ მიმართულებით გვინდა რომ ჩვენი დღევანდელი დისკუსია წარმართოთ. მე როგორც გითხარით, ქალბატონი ანა პელეზი არის პირველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელიც SIDO კომიტეტის არსებობის განმავლობაში იქნა არჩეული სწორედ აი ამ კომიტეტში. ანა ცნობილია როგორც გამორჩეულად ძლიერი აქტივისტი ქალთა და შიშიმურ პირთა უფლებების მიმართულებით. ის არის ევროპის შიშიმურ პირთა ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი. ანა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ 7 წლის განმავლობაში წარმოადგენდა გაეროს შიშიმურ პირთა უფლებების კომიტეტს, ანუ მას ეს გამოცდილებაც აქვს, სადაც სწორედ რომ შიშიმურ ქალების და გოგოების მიმართულებას კურირებდა და ის დღეს არის SIDO-ს წევრი, სადაც მე როცა მის შესახებ ვკითხულობდი, ერთ-ერთ მიზნად ისიც ამოვიკითხე, რომ მის მიზანია სწორედ SIDO კომიტეტის უფრო ინკლუზიური მუშაობის ხელშეწყობა, სადაც იგულისხმება, რომ ქალების და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებები განსაკუთრებულად იყოს დაცული და ხაზგასმული. ანას ეძახიან ქალთა უფლებების ჩემპიონს. სწორედ მისი 20 წლიანი დაუღალავი აქტივიზმის დამსახურებით. ქალბატონო ანა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ეს არის გავიმეორებ არ მომერიდება ჩვენთვის დიდი სტიმული და ხელს შეუწყობთ საქართველოში ქალთა და შიშიმო ქალთა მოძრაობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ ეტაპზე საქართველოს მოკლედ რო გითხრათ საქართველოში არსებული ვითარება ზოგადად გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და შიშიმო ქალების საკითხების, ესე ვთქვათ, დღის წესრიგში დაყენება არის დღევანდელობების საკითხი. დღეს, ესე ვთქვათ, ძლიერდება ეს მიმართულება, თუმცა ამის პარალელურად არის გარკვეული მიღწევები, რომელშიც ჩემი აზრით დიდი წვლილი, უმთავრესი წვლილი თუ არა, სწორედ ინდივიდუალურ ქალებს და ინდივიდუალურ ორგანიზაციებს მიუძღვით და ყველაზე ნაკლები წილი სწორედ რომ სახელმწიფოს და სახელმწიფო პოლიტიკას უკავია სამწუხაროდ, რის გამოც დისკრიმინაციული პრაქტიკა, როგორც შეიძლება იყოს მავნე კულტურული წესები, რომლებიც არაპროპორციულად სწორედ ქალებს აზიანებენ, ძალადობა ქალთა მიმართ, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ, რეპროდუქციულ ჯანმრთელობის საკითხებით და სამედიცინო სერვისებზე მიუწვდომლობა ჯერ კიდევ დისკუსიის საგანია საქართველოში, განსაკუთრებით საგანგაშოა პირდაპირ ჩემი პრაქტიკიდანაც მინდა ვთქვა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალთა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის პრაქტიკა და სასამართლოზე მისაწვდომობის მინიმალური სტანდარტები მართლმსაჯულების სისტემაში. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომელიც ხდება ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე. ამის თქმაც შეგვიძლია. თუმცა მიუხედავად გამოწვევებისა, პლატფორმის იდეა სწორედ ისაა, რომ ამ გამოწვევებს ქალთა ლიდერობით და ქალთა აქტივიზმით დაუპირისპირდეს. სწორედ ამ გვინდა რომ ამ საკითხით გადმოვიდეთ თქვენთან და გთხოვოთ გვესაუბროთ, რა თქმა უნდა თქვენი გამოცდილების შესახებ, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი იმაზე თუ როგორ შეიძლება ქალთა აქტივიზმის, შიშიმო ქალების აქტივიზმის გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში, როგორ შეიძლება საერთაშორისო მექანიზმების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება და აქვე ხაზგასმით ვამბობთ, რომ შიშიმო ქალები არაერთგვაროვნებია, ხო, ჰომოგენური ჯგუფი არ არის. აქ არის მრავალფეროვნება. სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელი ქალები ერთიანდებიან ზოგადად შიშიმო თემში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ამ მრავალფეროვნების პატივისცემის და მხარდაჭერის გათვალისწინებით შევძლოთ ზოგადად თემის გაძლიერება. თქვენ ახლა გაქვთ, მე აქ გავჩუმდები, თქვენ სიამოვნებით მოგისმენთ დაახლოებით 15 წუთი
რომ გავითვალისწინოთ და დარჩენილი დრო მივცეთ დამსწრეებს კითხვები დასვან და მიიღონ თქვენგან სასრული ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა და გისმენთ ყურადღებით. Yes, we see you very well now. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვიმყოფებოდეთ თქვენთან ერთად. ეს ნამდვილად განსაკუთრებული დღე არის, იმიტომ რომ ის ეძღვნება ადამიანებს სხვადასხვა შეზღუდვებით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მოწვევისათვის და არა მარტო მოწვევისათვის, არამედ იმისათვის, რომ თქვენ ითვალისწინებთ ამ სიტუაციას, რომელიც იხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების უფლებებს. ძალიან მინდა მადლობა გამოვხატო. Thank you. Is the video working or not? Yes, it is. Okay, very good. Very good. Beautiful. So I would like to start again, if you don't mind, expressing my gratitude for this invitation and expressing also my gratitude for considering the issue of women with disabilities rights in this important day, which is the International Day of People with Disabilities. Later, we are going to know why it's so important. But first of all, also, I would like to express my admiration to my dear colleague, Leah Nararaya, member of the CEDAW committee, and also ჩემი კოლეგის მიმართ და ჩემი პროფესორის მიმართ, ადამიანის მიმართ, რომელიც and the person who I can come to do my work as a new member of this important UN committee. So thank you so much, my dear friend. რომ ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მეგობარო ლია, თქვენი მონდომებისათვის, თქვენი მხარდაჭერისათვის. რომ მეც მხარი დამიჭირეთ იმისათვის, რომ გაეროს CEDAW-ს კომიტეტის წევრი გამხდარიყავი და იქ ამგზელებინა იცოდეთ, რომ ყველა ქალს აი ასეთ შეზღუდვით აქვს რაღაცა დამადასტურებელი დოკუმენტი, იმის რომ ესეც დისკრიმინაციის ნაწილია, იმიტომ რომ არის ბევრი სხვადასხვა დაავადება და სიტუაცია, რომელიც უკავშირდება აი ამ ოფიციალურ აღიარებას ქალებისა, რომელსაც აქვთ ასეთი შეზღუდვები. მაგალითად, ძალიან ბევრი ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა ფიზიკური შეზღუდვების მქონე ძალადობის შედეგად. მაგრამ ძალიან რთულია შესთავაზო აი ესეთი სტატუსი, ასეთი სერტიფიკატი ასეთ ქალებს, რომლებიც არიან ასეთ მდგომარეობაში. მათი მდგომარეობა რთულია და ასევე არის სხვადასხვა დაავადებები, როგორც არის ფიბრომიალგიები, რომლებიც ზეგავლენას სახდენს და ძირითადად ქალებს აზიანებს და ფიბრომიალგიები არ არის აღიარებული როგორც რაღაცა ესე იგი ასე ვთქვათ, ინვალიდობის ჩამონათვალში, ამ შეზღუდების ჩამონათვალში იმისათვის, რომ მიეცეს სტატუსი. იგივე შეეხება მენტალური დაავადებების საკმაოდ დიდ სპექტრს და ძალიან ბევრი არ ითვლება და არ ითვალისწინებს სტატუსის მინიჭებას. და შესაბამისად დისკრიმინაცია უკვე არსებობს აი ამ შეზღუდვების the factors არის სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს აი ქალთა შორის და გოგონებს შორის აი ესე დაავადებებისა და შეზღუდვების პრევალენტობას. არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და ფინანსური, ასე ვთქვათ, გარკვეული სტატუსი, გენდერული ძალადობა და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, როგორც უკვე ვახსენეთ. საზიანო ან გენდერულად დისკრიმინაციული პრაქტიკა ქალების წინააღმდეგ რაც
აღვივებს აი ამ პრობლემას. ჩვენ ქალები სხვადასხვა შეზღუდვებით განვიცდით დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებს და პირველ რიგში სამართლებრივ პოტენციალს თუ შესაძლებლობას უნდა გავუსვათ ხაზი. ეს არის ერთი სფერო, სადაც ჩვენ ქალები შეზღუდვებით ვართ დისკრიმინირებულები. აი, შეგვიძლია მოვიყვანოთ CRPD-ის მე-12 მუხლი და მე-15 მუხლი. და ინსტიტუციონალიზაცია კიდევ ერთი საკითხი არის. ადამიანების უმრავლესობა, ვინც არის with disabilities, but there are no შეზღუდვების მქონე ადამიანები, თუმცა ამას რაღაცნაირად არ ითვალისწინებენ და ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ასეთ ვითარებაში, ინსტიტუციებში, ითვლება როგორც სამართლებრივად უნარო ადამიანები, სწორედ იმიტომ, რომ ინსტიტუციებში არიან და ეს არის ინსტიტუციების პრინციპი, რომ მათ ყავდეთ სამართლებრივი წარმომადგენელი. და ეს არის ძალიან დიდი დისკრიმინაცია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა ხდება თვითონ ამ დაწესებულებების შიგნით, ამ ინსტიტუციებში და იგივე სტერეოტიპები არის საკმაოდ გავრცელებული, გენდერული სტერეოტიპები და სხვა. ჩვენ თავისთავად ვაწყდებით იგივე პრობლემებს, რაცაც სხვა ქალები, როგორც დისკრიმინაცია, ძალადობა და შემდეგ და არავინ არ იცის ამის შესახებ, იმიტომ რომ არავის არ გია პასუხი ამ საკითხებზე და ამ ძალადობის გამო, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ ქალს ფიზიკური შეზღუდვებით არ მიუწვდებათ ხელი მართლმსაჯულებაზე, მათი ვთქვათ სამართლებრივად უნაროდ ცნობის გამო და ბევრი თავისი შეზღუდვების გამო და შესაბამისად აი ამ ადამიანების ხმაც პრაქტიკულად არ ისმის საზოგადოებაში. არის სხვადასხვანაირი შეზღუდვა, ხო? ესე იგი, ინფორმაციაზე არ მიუწვდებათ ხელი, კომუნიკაციის დეფიციტი და შეუძლებლობა აქვს, მართლმსაჯულებაზე არ მიუწვდებათ ხელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალს ასეთი შეზღუდვებით, ბევრმა მათგანმა არც იციან საკუთარი უფლებების შესახებ და არც იციან, რომ ვიღაცამ შეიძლება უფასო სამართლებრივი დახმარება და კონსულტაცია გაუწიოს ამ ადამიანებს. მნიშვნელოვანი არის ვახსენოთ საზიანო პრაქტიკა, როგორიც არის ქალთა გენიტალების mutilation ან მუტილაცია, ანუ დაზიანება და აგრეთვე ეს ხელს უწყობს აი ამ შეზღუდვების გაღვივებას შემთხვევების 85%-ში და როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ასეთ საზიანო პრაქტიკაზე, ჩვენ უნდა ვახსენოთ საზიანო პრაქტიკა გოგონებისა და ქალების მიმართ, რომელთაც აქვს სხვადასხვა შეზღუდვები. მაგალითად, იძულებითი აბორტი, ანუ ცდილობენ მათი სხეულის ან მენსტრუაციის გაკონტროლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება ეს მოზარდები თუ ზრდასრული ქალები. და ძალადობა არის ძალიან მკაფიო და გამოკვეთილი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ძალადობა სხვადასხვანაირია, განსხვავებული არის, არა მარტო ტრადიციულია ესეთი ძალადობა, როდესაც ჩვენ საუბრობთ გენდერული ნიშნით ძალადობაზე, არის აქაც სხვადასხვა ფორმები და ეს ანუ არ არის მხოლოდ გენდერული ნიშნის ძალადობა, არამედ სხვა ფორმებიც გამოიყენება და ის მომდინარეობს ოჯახის წევრების მხრიდან, როგორც წესი, ან იმ ინსტიტუციებიდან, რომლებიც დახურული არის. მომდინარეობს თემიდან, საზოგადოებიდან, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ. და მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, მე აგრეთვე ვგულისხმობ
ძალადობას, რომელიც მაგალითად ითვალისწინებს მათი შემოსავლების გაკონტროლებას, იმიტომ რომ აი ამ სტატუსის გამო ისინი თავისთავად იღებენ რაღაცა სახელმწიფო შემწეობასა და დახმარებას, ანუ ეს მათი შემოსავალი, რომლის გაკონტროლებასაც ცდილობენ ოჯახის სხვა წევრები. თავისთავად ამ ქალებს, რომელთაც აქვს შეზღუდვები, აქვს თავისი საჭიროებები, ხო? იგივე მაგალითად ჰიგიენური საჭიროებები, საკვები. ანუ ეს არის ფუნდამენტური და საბაზისო ამავე დროს საჭიროებები, რომელიც ყოველთვის დაკმაყოფილებული და შესრულებული არ არის და ესეც ძალადობის ფორმა. კიდევ ერთი ფორმა ძალადობისა არის, როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ ჩამოართვას სამართლებრივი უნარის სტატუსი. ასე ვთქვათ, ამ ქალებს ეს არის ქალების გაკონტროლების კიდევ ერთი გზა. და ჩვენ გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. მაგალითად, ჯანდაცვის უფლებებზე უარის თქმა და ქალები, რომლებიც არიან ინსტიტუციებში, რომლებიც ჩათვლები არიან, როგორც სამართლებრივად უნარო, რომელთაც აქვს ფსიქოსოციალური შეზღუდვები, მაგალითად, სიბრმავე, ამ ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ გინეკოლოგიურ შემოწმებებზე, დახმარებაზე, იმისათვის, რომ მოხდეს, თქვათ, კიბოს პრევენცია და ასე შემდეგ. ანუ სისტემა ხელმიუწვდომელი არის ამ ადამიანებისათვის. აქვე უნდა ვახსენოთ, განსაკუთრებით ახლა პანდემიის პერიოდში, ინფორმაციის ციფრული ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ ყველა ქალს არ გაუვლია, ასე ვთქვათ, კომპიუტერული ტრენინგი, ანუ ელექტრონიკასთან, ციფრულ, ესე ვთქვათ, ტექნოლოგიებთან არ მეგობრობენ მარტივად, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არ იციან როგორ გამოიყენონ სოციალური მედია, ინტერნეტი და ასე შემდეგ. ვირტუალურ განათლებაზე არ მიუწვდებათ ხელი, ან ვირტუალ დასაქმებაზე, ან ვირტუალურ მონაწილეობაზეც კი. ანუ ზოგადად ინფორმაციაზე არ მიუწვდებათ ხელი, იმიტომ რომ ამ ქალებს არ აქვს ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ არავინ არ ატარებს ასეთ სწავლებას თუ ტრენინგებს და ეს ადამიანების შესაბამისად ვერ იძენდნენ შესაბამის უნარჩვევებს. მაგალითად, როგორ უნდა იმუშაონ სმარტფონებით, ან კომპიუტერებთან, ან ინტერნეტით, როგორ უნდა ისარგებლოთ და ასე შემდეგ. ასე, როდესაც ჩვენ საუბრობთ განათლებაზე, უნდა ვახსენოთ, რომ ძალიან ბევრი ქალი, განსაკუთრებით გოგოს შეზღუდვებით არ მიუწვდება ხელი განათლებაზე. და ოჯახებისაც ეშინიათ აი ამ ბავშვების მაგალითად სკოლაში გაშვება, იმიტომ რომ სექსუალური ძალადობას უფრთხიან. დასაქმებაც ურჭით ამ ქალებს, იმიტომ რომ არ ითვალისწინებენ მათ სხვადასხვა შეზღუდვებს. ანუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რა რეაქცია, რა პასუხი უნდა გქონდეს ამ პრობლემებზე და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ უკეთ დავიცვათ ამ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის უშუალოდ ვიმუშაოთ აი ამ ქალებთან, რომელთაც აქვთ ეს შეზღუდვები, იმისათვის რომ გავაძლიეროთ ისინი, იმისათვის რომ გაითვითცნობიერონ საკუთარი ფუნდამენტური უფლებები, იმიტომ რომ ესეთია სიტუაცია ძალიან ხშირად შეზღუდვების მქონე ქალები თუ არიან თუ ექვემდებარებიან დისკრიმინაციას, ძალადობას, ეს ხდება ძალიან ხშირად იმის გამო, რომ ისინი არიან და როგორღაც ითმენენ ამ სიტუაციას, ამ პირობებს და ამიტომაც მათთან პირდაპირ უშუალოდ მუშაობა არის მეტად მნიშვნელოვანი,
იმისათვის რომ გავაცნოთ საკუთარი ფუნდამენტური უფლებები, რომ შეძლოთ ამ უფლებების გამოყენება და თავისთავად მათი წარმომადგენელი ორგანიზაციის საშუალებით უნდა გაკეთდეს ეს. ამავე დროს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის რა თქმა უნდა CRPD და ეს არის კონვენცია შეზღუდების მქონე ადამიანების შესახებ, ეს არის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტი და აი ეგ კონკრეტულად მე-6 მუხლში პირველ მის პარაგრაფში ნათქვამია რომ საჭირო არის მუშაობა იმისათვის რომ დავძლიოთ აი ეს დისკრიმინაციის სხვადასხვა მრავალნაირი სახე. მეორე პარაგრაფში კი ნათქვამია რომ აუცილებელი არის ამ ადამიანების გაძლიერება და ესეც ფუნდამენტურია. ამავე დროს თუ კი მიმართავთ სიდოს ძალიან ხშირად მეუბნებიან რომ აი სიდო არ ახსენებს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენც ქალები ვართ და შესაბამისად უნდა გამოიყენოთ სიდოს კონვენცია როგორც ფუნდამენტური ინსტრუმენტი ჩვენი უფლებების დასაცავად და არის დიდი კავშირი სიდოსა და CRPD-ს შორის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობ დასაქმებაზე, სიდოში არის მე-11 მუხლი და CRPD-ში ეს არის 27 მუხლი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობ ჯანდაცვაზე, სიდოში ეს არის მე-12 მუხლი, CRPD-ში ეს არის 25 მუხლი და არის ურთიერთკავშირი და კორელაცია მათ შორის და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი უფლებების დაცვისათვის აუცილებელი არის რომ აი ეს ერთობლივი მიდგომა გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ ორივე კონვენცია. მაგალითად აი ეს სამართლებრივი უნარობის საკითხი რო ავიღოთ, შეგვიძლია CRPD-ს მუხლი ავიღოთ და სიდოს მე-15 მუხლის დებულებებს დავუკავშიროთ და გამოვიყენოთ ერთობლივად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორც არის ზოგადი კომენტარი ნომერი 3 მაგალითად, რომელიც სწორედაც ეხება ფიზიკური შეზღუდების მქონე ქალებს და არის სხვა ინსტრუმენტიც, რომელიც არის დამტკიცებული სიდოს კომიტეტის მიერ, ეს არის ზოგადი რეკომენდაცია ნომერი 18 და ჩვენ ორი ინსტრუმენტი ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ, აი ეს ზოგადი კომენტარი და ესე იგი რეკომენდაცია ამ შეზღუდების მქონე ქალებთან მიმართებაში და ეს შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენი უფლებების ჩამოყალიბებისათვის. თავისთავად არსებობს ერთობლივი დეკლარაცია CRPD-სა და სიდოს შორის და გაროს ქალთა ორგანიზაციის ეს თქვათ მტკიცებით თუ მოწონებით აგრეთვე არსებობს ერთი იყო დამტკიცებული 2 წლის წინ და ის შეეხებოდა სექსუალურ და რეპროდუქტიულ ჯანმრთელობას და ეს არის ძალიან კაფიო გეგმა, ასე ვთქვათ, ამ ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებაში. მეორე დოკუმენტი იყო დამტკიცებული და მიღებული გასულ თვეში და ეს არის ერთობლივი დეკლარაცია. გაეროს ქალთა ორგანიზაციებს, სიდოსა და CRPD-ს კომიტეტებს შორის დადებული, რომელიც შეეხება სექსუალურ შევიწროვებას. ესეც ძალიან დიდი და ფუნდამენტური საკითხია და ეს არის ერთგვარი გეგმაც ამავე დროს. ანუ ეს არის ერთ-ერთი საკითხი იმისა თუ როგორ შეგვიძლია ესე იგი განმარტოთ ეს საკითხები და აგრეთვე მინდა ვთქვა რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ეროვნულ დონეზეც. პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მრავალსექტორული, მულტისექტორული მიდგომა ამ საკითხებისადმი, ეს უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკაში ასახული აი ეს საკითხები, რომელიც უკავშირდება
შეზღუდვების მქონე ქალებსა და გოგონებს. ამისათვის უნდა იქნას გამოყენებული საერთაშორისო დოკუმენტების დებულებები და უნდა გავითვალისწინოთ, რომ 5 შეზღუდვების მქონე ადამიანიდან 3 არის ქალი და მე მიმაჩნია, რომ დღეს განსაკუთრებით აუცილებელი არის ხაზი გავუსვათ ამ საკითხებს, იმიტომ რომ შეზღუდვების მქონე ადამიანების 60% არიან ქალები და გოგონები და ამიტომაც უნდა არსებობდეს პოლიტიკა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს განსაკუთრებულ სიტუაციას შეზღუდვების მქონე ქალებისა და გოგონების. ამავე დროს ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება ქალთა უფლებებს, როგორიც მაგალითად სტრატეგია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ან პოლიტიკა გენდერულ საკითხებზე, უნდა ითვალისწინებს აი ამ სიტუაციასაც, აი ამ პოპულაციასაც, ანუ ქალთა მოსახლეობის 20% არიან ქალები შეზღუდვებით და შესაბამისად ეს არის დიდი უმცირესობა ქალთა პოპულაცია შესაბამისად ნებისმიერი პოლიტიკა სახელმწიფოში, რომელიც უკავშირდება ქალებს, ქალთა უფლებებს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს აი ამ პოპულაციას და შესაბამისად მათ განსაკუთრებულ საჭიროებებსა და საკითხებს. მაშასადამე თუ გავაანალიზებთ რა ამ სიტუაციას და შშმ-ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარ გამოწვევებს ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ აი ნებისმიერი პოლიტიკა, რაც კი იქმნება სახელმწიფოში, იქნება ის ჯანდაცვა თუ განათლება თუ ნებისმიერი სხვა, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს შშმ-ქალებისა და გოგონების საკითხებს და მათ საჭიროებებს. მხოლოდ 8 ქვეყანაში არის ესეთი პოლიტიკა მიღებული და ევროკავშირში შშმ-ქალებისა და გოგონების პოპულაცია შეადგენს თითქმის უდრის იტალიის საერთო მოსახლეობას. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და ოფიციალურ სტატისტიკაში უნდა იქნას გათვალისწინებული. აი ეს ყველაფერი უნდა იქნას ასახული ოფიციალურ მონაცემებშიც და ბოლოს უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ეს ფუნდამენტური უფლებები და ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ეს სლოგანი არაფერი ჩვენს გარეშე, ჩვენზე ჩვენს გარეშე. ხო, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, უნდა გვახსოვდეს შეზღუდვების მქონე ქალები და გოგონები და არც ერთ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც დაიცავს მათ. ჩემ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პოლიტიკა მაგალითად და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც სავარაუდოდ სიტუაცია ისეთივეა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სიტუაცია სხვადასხვა უწყებების მხარდაჭერით, ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორიც არის მაგალითად გაეროს ქალთა ორგანიზაცია. აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მომისმინეთ, იმისათვის, რომ მომიწვიეთ ამ ღონისძიებაზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო ანა, ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის და ალბათ კოლეგები საქართველოსდან დამეთანხმებიან, რომ არც ერთი თემა არ ყოფილა ნახსენები, რომელიც პრობლემურად საქართველოს არ ეხება. განსაკუთრებით, თქვა, ძალადობის თემას შევეხებით, სადაც საქართველოს სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროგრესი, გარკვეული პოლიტიკის ცვლილებაც კი, რამაც შეიძლება ითქვას, რომ პროგრესისკენ წაიყვანა მექანიზმი, მაგრამ როგორც სხვა სფეროებში.
ეს პროგრესი არ ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს. რასაც მოწმობს მაგალითად ძალადობის საკითხზე სტატისტიკური მონაცემი, რომელიც არის 0. ჩვენ სახელმწიფოს გთხოვთ ხოლმე ინფორმაციას, თქვათ, რამდენი ქალის მიმართ გამოიცა, თქვათ, შემაკავებელი დამცავი ორდერი დასაცავად და პასუხი როგორც წესი არის 0. რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკა, არსებული მექანიზმები თუ მუშაობენ ქალებისთვის უკეთ, ვიდრე წინა წლებში იყო, ის ნამდვილად არ მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის პოზიტიურად. და სხვა საკითხები, რომლებზეც იყო საუბარი. მე ახლა მინდა საშუალება მივცე მონაწილეებს. მონიშნული მაქვს 6 ადამიანი, რომელსაც კითხვის დასმა სურს, მაგრამ მანამდე Facebook მსმენელებს ვეტყვი, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო, რომ თქვათ, თარგმანი გასულიყო Facebook სივრცეში, ამიტომ მესმის, რომ ინგლისურად უწევთ მოისმინონ ექსპერტის გამოსვლა, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ თარგმნილი ვერსია აუცილებლად აიტვირთება მოგვიანებით ვიდეოს სახით და ყველა თქვენთაგანს ექნება შესაძლებლობა გადათარგმნილი ვერსია მოისმინოს და ნახოს. კი ბატონო, დეა ერემაშვილი იყო პირველი, რომელმაც გთხოვა კითხვის დასვა სურს დეას. დეა გთხოვთ დასვათ შეკითხვა და შემდგომ ნინო წულეისკირი. And I know that she has these PA. კი ბატონო, დეა, თუ შეგიძლიათ ამ დროით ისარგებლოთ, თუ კიდევ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გარდა იმისა, რომ იმედი გვაქვს ნაშრომს ჩვენც ნახავთ. Yes, it would be great indeed to see and read this thesis, but if you have some other questions, please ask. Well, this thesis is the actually theory that you want to bring to practice, right? That you want to implement. So do you use this thesis in practice? Did you manage to apply these approaches that you've described in your thesis in practice? So this is basically my question about it. All right, let's collect 3 questions and then we will give floor to Miss Anna to answer. Now, the next question comes from Nino. Good day, dear colleagues. I would like to welcome Lika Nadaraya and Miss Anna. My name is Nino Tsoleskiri. I'm from the sexual reproductive ჯანმრთელობის და უფლებების სფეროში. და პირველის ყოვლისა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რომელიც ასახავს როგორც საერთაშორისო ესე ეროვნულ დონეზე დიდ მზაობას, მხარდაჭერას და სოლიდარობას, დემონსტრირებს ქალთა და შეშმოებულ ქალთა მიმართ დამოკიდებულებას. და ასევე არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ ეროვნული პლატფორმისთვის, რომელიც შეიქმნა საქართველოში ქალთა და შეშმოებულ ქალთა გაძლიერებისთვის, რომ გამოვიყენოთ საერთაშორისო ინსტრუმენტები ძლიერი ადვოკატირებისთვის და იმ ყველა საჭირო საკითხების, ასე ვთქვათ, წინ წამოწევისთვის. მე მაქვს შეკითხვა სიდო კომიტეტის წევრებთან, ქალბატონ ანასთან და ასევე ქალბატონ ლიკასთან. მოგეხსენებათ, რომ ამ წლის ნოემბრის თვეში გაიგზავნა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ახმოხის კონვენციის შესრულების მე-6 პერიოდული ანგარიში. თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ქონდათ თუ არა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და თუ შეძლებდით თქვათ ამ ანგარიშის შეფასება და თქვენი ასე ვთქვათ აზრის გაზიარება ამასთან დაკავშირებით
როდის იგეგმება სიდო კომიტეტის მიერ საქართველოს ანგარიშის განხილვა და აი ამ კითხვების და ასე ვთქვათ საკითხების სიის მომზადება საქართველოსთვის და ამ სიის ასე ვთქვათ გამოგზავნა რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩრდილოვანი ანგარიშისთვის ორგანიზაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ მომზადების და თავისი რესურსებიდან გამომდინარე მომზადების დრო და ასევე ქალბატონ ანასთან მაქვს ესეთი შეკითხვა რა იქნება მისი ესეთი პრაქტიკული რეკომენდაციები ჩვენი პლატფორმისთვის რომელიც შეიქმნა გაეროს women-ის ორგანიზაციის მხარდაჭერით რომ ესე იგი მივიღოთ მონაწილეობა აქტიური მონაწილეობა აი ამ ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადებაში და სიდო პროცესში ძალიან აქტიური მონაწილეობა იმიტომ რომ ეს არის ძალიან პლატფორმა არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი და ეს შესაძლებლობა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიდი მადლობა დიდი მადლობა ნინო ქალბატონო ანა გისმენთ და ქალბატონ ლიკა თქვენც შეგიძლიათ თქვენს მიმართაც არის შეკითხვა დასმული უპასუხოთ და გავაგრძელოთ კითხვების მოსმენა თარგმანს ალბათ ჭირდება რამდენიმე წამი როგორც მე ვხვდები ამიტომ ცოტა გვიანდება როგორც ჩანს აი Yes, please. ძალიან დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი The most specific question in relation with შეეხება ქალების სიტუაციას და ჩრდილოვან ანგარიშს სახეთ ჩემი რეკომენდაცია ასეთ იქნებოდა რომ ჩრდილოვან ანგარიში sometimes there are no organization of women პრობლემები რომელსაც აწყდებიან შეძღუზვების მქონე ქალები და გოგონები ძალიან ხშირად ეს ადამიანები არ არიან თვითონ პროცესის მონაწილეები ამიტომაც ესეთი ანგარიშები უნდა შეიცავდეს ასეთ დებულებებს ანგარიშები რომელსაც ამზადებენ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები უნდა საუბრობდნენ შეძღუზვების მქონე ქალებისა და გოგონების პრობლემებზე და თუკი ქვეყანაში არის ერთი ორგანიზაცია მაინც რომელიც მუშაობს შეზღუდვების მქონე ადამიანების უფლებებზე მაშინ ის ორგანიზაციაც აუცილებლად უნდა შეუერთდეს ამ პლატფორმას და აქტიურად ჩაერთოს ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთ კონკრეტული ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება და ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ ზეგავლენის მოხდენა მთლიანად ამ პროცესზე. მინდა ვთქვა, რომ სიდოს კომიტეტი ძალიან გადატვირთული არის სამწუხაროდ ჯერ არ მქონდა საქართველოს მიერ წარდგენილი ანგარიშის გაცნობის საშუალება მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ ამას თავისთავად სიდოს კომიტეტი შექმნის სამუშაო ჯგუფებს და სამუშაო ჯგუფს კონკრეტულად საქართველოზე ჯერჯერობით ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი უნდა აღვნიშნო რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველაზე მოწყვლად ქალთა ჯგუფებს, არა მარტო იმ ქალებს, რომელთაც აქვს შეზღუდვები, არამედ სხვა ჯგუფებსაც, რომელსაც ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება.
მე თავისთავად ჩემ კომენტარებსაც ანგარიშის გაცნობის მერე შემოგთავაზებთ, მაგრამ ახლა ეს არის უბრალოდ ჩემი პასუხი თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე. უნდა ვთქვა, რომ ლიკა არის აგრეთვე მომხსენებელი სიდოს კომიტეტისა. მას ძალიან დიდი პასუხისგებლობა და პოზიცია უჭირავს სიდოს კომიტეტში. თქვენი ხმა არ ისმის. და ვიღაცას ტელევიზორი აქვს ჩართული და ისიც ხელშემშლელია. Questions and the issues that we discussed today. You know that summer and autumn sessions connected, so probably we will be able to work only remotely. He failed to review systematically. Therefore, it will be the committee's first attempt, and we'll see whether we manage. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ სწორედ, როდესაც ვემზადებით გარკვეული პოლიტიკას, ვამზადებთ თვითონ ეს ინსტრუმენტებიც და თვითონ კომიტეტებიც როგორ მუშაობენ და დღეს რა პრობლემატიკას აწყდებიან. აი დღეს რაც საკითხები ანამ დასვა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, არა მხოლოდ ქვედარგოლზე მუშაობის, რასაც გულისხმობს ის, რომ ჩვენ როდესაც თუნდაც გოგონათა და ქალთა მდგომარეობას განვიხილავთ უნარშეზღუდული გოგონების და ქალების მდგომარეობას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ორი ინსტრუმენტი. დღეს ზედა ეშელონზეც მიდის მსგავსი პროცესები, რასაც ქვია სინქრონიზაციის პროცესი და ეს არის მეთოდების დამუშავება, ეს არის საერთო ხედვის გაძლიერება და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ როდესაც გეგმავთ, ვამზადებთ ჩვენ ანგარის განხილვისთვის და ვამზადებთ მთლიანად სცენარს, როგორ მონაწილეობთ განხილვაში. ამიტომ საქართველოს მე მგონი 1-2 წელიწადი არ ემუქრება განხილვა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ რეალისტურად აქედან, იმიტომ რომ list of issues კი არ არის შემუშავებული ქვეყნისთვის ჯერ. მე პირადად არ მექნება სიამოვნება მონაწილეობა მივიღო, მაგრამ თვითონ განხილვის პროცესში, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავუწევ კონსულტაციას ორგანიზაციებს, რომლებიც მომზადების პროცესში იქნებიან და დავეხმარები აი იმ სტრატეგიების მოძებნაში, რომელიც საუკეთესოდ იმუშავებს კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ კომიტეტის წევრებთან, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი საუკეთესო ქვეყნისთვის. წამოვიღოთ ის პაკეტი რეკომენდაციების, რომელიც გვესაჭიროება, რათა დავძრათ საკითხი კიდევ უფრო ენერგიულად და კიდევ უფრო ეფექტიანად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანა ლიკა. მე გადავავლე ამ ანგარიშს თვალი და ჩემი შეფასებით 2 წლის შემდეგ რომ მოუწევს მოსმენა ამ ანგარიშს გაეროში, იმ დროისთვის შეიძლება სწორი იყოს ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა ჩაწერა სახელმწიფომ. დღეს მდგომარეობით ჩემი შეფასებით ნამდვილად იცოდნენ, რომ 2 წელიწადში მოგიწევდათ ამის წაკითხვა. გავაგრძელოთ შემდეგი
თამთა გირგვლიანი, თამთა შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა და ფეფი მოსულიშვილი მოემზადოს. დიდი მადლობა. გამარჯობა, გესმით ჩემი ხმა ხო? დიახ, ისმის ისაუბრეთ. მოგესალმებით პირველ რიგში ყველა აქტამდრეს ძალიან მიხარია თქვენთან ვარ და ძალიან მიხარია მაინც შესაძლებლობა გვაქვს გავეცნოთ მის მნიშვნელოვან გამოცდილებებს შშმ ქალბატონებსა და გოგონების უფლებების დაცვის ჭრილში და მე მექნება ესეთი შეკითხვა პირველი თუ რა გზა განვლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა გამოწვევები ქონდა მას პირადად მისი პირადი გამოცდილება არის ძალიან საინტერესო და მეორე ასეთი შეკითხვა რა იქნებოდა ის მნიშვნელოვანი რამ რაც ყველა შშმ ქალმა უნდა იცოდეს თავისი მოსაზრება რომ გაგვიზიაროს მადლობთ დიახ, დიდი მადლობა. მთავარი გამოწვევა რა იყო? ქალბატონი ანასკენ არის მიმართული შეკითხვა, როგორც ხვდები და მთავარი რეკომენდაცია, რაც შშმ ქალებმა უნდა გაითვალისწინონ. დიდი მადლობა და მაშინ ფეფისაც მივცეთ საშუალება დასვა შეკითხვა და გადავიდეთ პასუხებზე. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ანას რომ ესეთი საინტერესო მოხსენება გააკეთა. მე წარმოვადგენ ამ ეტაპზე კავშირს ქალი და რეალობა და ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში ამ პანდემიის პროცესში, როგორც ყველა განსაკუთრებით ჩვენ შშმ პირები აღმოჩნდით ძალიან დიდი ეკონომიური მოკლედ პრობლემების წინაშე. ეხლა როგორც ალბათ იცით ჩვენ 18 წლის ზევით მქონე ადამიანებს არც კი მოგვეცათ სოციალური პაკეტის გამოყენების უფლება, ანუ ფინანსურ დახმარებას გულისხმობ და ანუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ როგორც უფრო ხშირად ჩვენ ყველაზე მეტად ვხვდებით ხოლმე დასაქმების მხრივ დისკრიმინაციის მსხვერპლი. განსაკუთრებით ეს ძალიან დიდი პრობლემა რეგიონებში მცხოვრები მქონე გოგონებისთვის და ქალებისთვის და მე მაინტერესებს, ანუ რა იქნებოდა მისი პრაქტიკული რჩევა ჩვენ რა შეიძლება ამ პლატფორმის დახმარებით და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით რა რესურსები შეიძლება გამოვიყენოთ ანუ როგორ უნდა მოვახერხოთ ისე რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მეტად ჩავრთოთ ამ სოციალურ ცხოვრებაში რომ სამომავლოდ მინიმალური ანუ ფინანსური შემოსავალი მიიღონ და შეძლონ საკუთარი თავის ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მადლობა ძალიან დიდი მეტი მაქვს კარგად ჩამოვაყალიბე ვერ სიტყვაც მინდოდა წარმატებები დიდი მადლობა შეგვიძლია ქალბატონ ანას მოусმინოთ ქალბატონ ლიკა თუ გნებავთ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ დროს რაც გნებავთ უშუალო კითხვა თუ არ მოემართება მიუხედავად ამისა ძალიან გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ქალბატონ ანას უსმენთ რამდენიმე წამი თარგმნა სჭირდება Thank you very much. Can you hear me? Yes, sure. Okay, thank you. ძალიან დიდი მადლობა. Start with the last question. მე დავიწყებ ბოლო შეკითხვით, Which is very important. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ხა ჩემი რეკომენდაცია როგორია? თქვენ შეგიძლიათ ორი სისტემა გამოიყენოთ. SIDO სისტემა და CRPD სისტემაც. რაც შეეხება CRPD სისტემას, ჩვენ გვაქვს სპეციალური მომხსენებელი ამ შეზღუდვების მქონე ადამიანებზე, General Queen და შეიძლება თქვენ შესთავაზოთ მათ ეს ანგარიში შეზღუდვების მქონე ქალებისა და გოგონების პანდემიის პერიოდში მდგომარეობის თაობაზე. სად აი ამ ანგარიში თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ ახლა რა პირობებში არიან ქალები, რომლებიც განსაკუთრებით ცხოვრობენ რეგიონებში ან სოფლად, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი, ასე რომ ამ სპეციალურ მომხსენებელს შეგიძლიათ გადასცეთ ეს ანგარიში. ეს არის ერთი შესაძლებლობა, მეორე შესაძლებლობა არის ის, რომ შევთავაზოთ ეს ანგარიში ორივე კომიტეტს, CRPD-ს კომიტეტს და SIDO კომიტეტსაც. ზოგჯერ კომიტეტები
ზოგჯერ კომიტეტები შეიძლება სწავლობდნენ სიტუაციას. ანუ ამ კომიტეტებმა შეიძლება შეისწავლონ და გაიგონ თუ რა სიტუაცია არის ადგილზე და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები. საქართველოს მოახდინა სიდოს პროტოკოლის რატიფიცირება ან CRPD-ის პროტოკოლი და თუ კი 100 არის თუ ეს რატიფიცირებულია, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ოქმები თუ ეს პროტოკოლები იმისათვის, რომ იმისათვის, რომ იმისათვის, რომ გაუმჯობესოთ სიტუაცია ამ სფეროში. თავისთავად არსებობს CRPD-ის პროტოკოლი, არის სიდოს პროტოკოლი და შესაბამისად, თუ კი თქვენ გაქვთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, აი ამ ადამიანების მდგომარეობაზე, სიტუაციაზე, შეიძლება გქონდეთ ინფორმაცია მათი დაავადებების ან გარდაცვალების შესახებ, დისკრიმინაციის შესახებ, მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე. ანუ თუ ამ ინფორმაციას ასახავთ ანგარიშში და მიაწოდებთ ამ სპეციალურ მომხსენებელს, თავისთავად იქედან მოყვება უკვე რაღაც რეაგირება. უბრალოდ არ ვიცი თქვენმა ქვეყანამ მოახდინა თუ არა სიდოს პროტოკოლის რატიფიცირება ან CRPD-ის პროტოკოლის რატიფიცირება, მაგრამ ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. მე რაც შეეხება პირველ შეკითხვას, ჩემთვის პირად დონეზე ინდივიდუალურად განვიცდი დისკრიმინაციას, როდესაც მივხვდი, რომ გოგოს დედა ვარ, ახლა 14 წლის არის ჩემი შვილი, მაგრამ როდესაც 3 წლის იყო, მას პატიჟებდნენ სხვადასხვა ბავშვების დაბადების დღეებზე. ყველა ბავშვებს პატიჟებდნენ და მე და ჩემი შვილს არ უძახდნენ ამ დაბადების დღეებზე და რაღაც აღნიშვნებზე. ჩემს გამო, იმიტომ რომ ასეთი, ასე ვთქვათ, დედა ყავდა და ანუ მე ვიყავი, ასე ვთქვათ, პრობლემა ჩემი შვილისთვის მისი სოციალური კონტაქტებისა და კომუნიკაციისათვის და ამის გამო ამას ძალიან განვიცდიდი თავისთავად. და ეს არის ჩემი ყველაზე მტკივნეული გამოცდილება, ასე ვიტყოდი. მე ამ გამოცდილებას დისკრიმინაციას ვეძახი ასოცირებით, იმიტომ რომ ჩემი შვილი რატი იყო დისკრიმინირებული მისი დედის გამო. და ეს ძალიან მტკივნეულია, საშინელებაა და სწორედაც ამიტომ მიმაჩნია, რომ აი ეს კონცეფცია დისკრიმინაცია ასოციაციით ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც არ აქვს არანაირი შეზღუდვა, არის დისკრიმინირებული, იმიტომ რომ მათმა დამსაქმებელმა იცის, რომ მაგალითად შეზღუდული უნარების მქონე შვილი ყავს. ხო, ანუ შეზღუდების მქონე შვილი ყავს. ანუ შეიძლება თვითონ ქალს არ ქონდეს ეს შეზღუდები, მაგრამ ისინი დისკრიმინირებულები არიან მათი ბავშვის, მათი შვილის გამო. ეს არის დისკრიმინაცია ასოციაციით და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ
ვაწყდებით აი ესე დისკრიმინაციას, ადამიანების უფლებებს და ასე შემდეგ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება სწორედ აი ასეთი ასოციაციით დისკრიმინაციის გამო. და ძალიან ხშირად ქალებს უწევთ სამსახურიდან წამოსვლა სწორედ იმიტომ, რომ ბავშვები ყავთ პრობლემებით და მათ ზრუნვა და მოვლა ესაჭიროებათ და ასეთი ქალი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ სირთულეს გადააწყდება. ძალიან ცუდად აისახება ეს მასზე მომავალშიც, იმიტომ რომ ელემენტარულად სამუშაო სტაჟიც არ იქნება დაგროვებული იმისათვის, რომ სტაჟით პენსია მიიღოს მაგალითად. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ის ქალები და გოგონები, ვისაც უშუალოდ აქვთ რაღაც შეზღუდვები, არამედ ასოცირებითაც, უნდა გავითვალისწინოთ ის ქალები, ვისაც ყავთ მაგალითად შვილები, ასეთი შეზღუდვებით. შესაბამისად, მთავრობამ, სისტემამ უნდა გაითვალისწინოს ასეთი სიტუაციები, უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური დახმარება ასეთი ადამიანებისა, უნდა აღიაროს ის ძალისხმევა და მუშაობა, რომელსაც ასრულებენ ქალები თავის ოჯახებშივე მზრუნველობის თვალსაზრისით. შესაძლოა მქონე ქალებს და განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც ყავთ შვილები, აი ეცნობათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ დამოკიდებულება ნეგატიური და სტიგმა, როგორც ბავშვების, შვილოვანი ბავშვების, ისე მათი მშობლების მიმართ რადიკალურად სამწუხაროდ წიდან წლამდე არ იცვლება, თუმცა ბოლო კვლევა აჩვენებს, რომელიც გაეროს ერთ-ერთი სააგენტოს UNFPA-ის თუ არ მეშლება, მიერ არის ჩატარებული, აჩვენებს, რომ გარკვეულწილად ხილვადობა იზრდება საქართველოში შეზღუდულობის მქონე ადამიანების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად აქტიურობა შეზღუდულობის მქონე თემის ცვლის მინიმალურად, მაგრამ პოზიტიურისკენ სიტუაციას, ასე რომ ჩვენ ძალიან ესე ვთქვათ ოპტიმისტები ვართ და გვჯერა, რომ აქტივიზმის შეცვლის ამ სიტუაციას. თამუნა გაბოძე სურს შეკითხვა დასვას და ასმათ ჯანგავაძე შემდგომ. გისმენთ თამუნა. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ბუნებრივია ამ დისკუსიის დროს არაერთი კითხვა გაგვიჩნდება თითოეული შემდგომს, თუმცა მე ბოროტად არ ვისარგებლებ ამ დროიდან, მხოლოდ ერთ შეკითხვას დავსვავ, მე მაინტერესებს კონფიდენციალობასთან დაკავშირებით. როდესაც ხდება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით გათვალისწინებული სერვისების მიღება შშმ ქალების მხრიდან, მაგალითად ეს იქნება გინეკოლოგთან კონსულტაცია, კონტრაცეპტივი, არასასრული ორსულობა და ასე შემდეგ. რეალურად ან კონფიდენციალობის დაცვით ეს არის შეუძლებელი, იქ არსებობს ბარიერები, ეს ბარიერები შეიძლება იყოს როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური, ხო, ხელმიუწვდომელი გარემო და ამასთან დაკავშირებით, აი რა გამოცდილება შეიძლება გაგვიზიაროთ, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა და სახელმწიფო დგას სიმვალდებულების წინაშე, რომ როგორც ფიზიკურად იყოს შესაბამისად მოდიფიცირებული გარემო, ასევე ექიმები იყვნენ გადამზადებულები და ჩვენ ვიცით, რომ ექიმებთან მიმართებაში არის არაერთი პრობლემა პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, თუმცა აი ახლა ამ მოცემულობით რა შეიძლება გაგვიზიაროს ხალბატონმა ანამ თავისი გამოცდილებით, რომ ან ჩვენ შშმ ქალებს მივცეთ ეს ინფორმაცია, როგორ მოახერხონ კონფიდენციალურად რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით გათვალისწინებული სერვისების მიღება. ანუ გულისხმობ იმას, რომ ხარდამჭერის გარეშე, მეუღლის გარეშე ექიმები ძირითადად ესაუბრებიან არა შშმ ქალს, არამედ მის ნათესავს, მის წაყოლილი ყავს იქ, მის ვთქვათ მეუღლეს, ოჯახის წევრს და ანუ ესეთ შემთხვევაში რა გამოცდილება შეგვიძლია რომ გაგვიზიაროს? მადლობთ თამუნა, მადლობა, ასმათ გთხოვთ.
მოგესალმებით, მადლობა ამ საინტერესო შეხვედრისთვის და ესეთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცი, ქალბატონი ანა კურირებს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსაც და კარგი იქნება გაგვიზიაროს მაგალითი როგორ არის ამ ქვეყნების მიმართულებით ქალთა საკითხები, რა მიმართულებით მუშაობენ და კარგია გაგვიზიაროს ამ ქვეყნების ხედვა შიშუმურ ქალთა მიმართ. დიდი მადლობა. დაველოდოთ თარჯიმანს რამდენიმე წამი დასჭირდება. როგორც უკვე ვისწავლეთ Zoom სამყაროში რაღაცეები, განსხვავებულად ხდება. რამდენიმე წამში გადაითარგმნება თქვენი დასმული შეკითხვები. ქალბატონი ანათ შემოგვიერთდება. Yes, thank you very much for this. ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვებისთვის. რაც შეეხება კონფიდენციალურობას. კიდევ ერთი საკითხიც არის ამ თვალსაზრისით, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ანუ კონფიდენციალურობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საჭიროებს ყურადღებასა და მუშაობას და ზოგადად ხშირ შემთხვევაში არ მოყვება დადებითი რეაქცია შეზღუდების მქონე ქალების სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას. იმიტომ რომ საუბრობენ ხოლმე ოჯახის დაცვაზე, ოჯახის კონტროლზე და ასე შემდეგ. ამ ქალებს ეუბნებიან, რომ არ უნდა გავიდნენ გარეთ, იმიტომ რომ შეიძლება რამე დაემუქროს, რაღაცა შეიძლება საფრთხე შეექმნას ამ ქალებს თუ შეზღუდების მქონე ქალები და გოგონები გარეთ გავლენ და ეკნებათ რაღაცა სოციალური ურთიერთობების სხვა ადამიანებთან. ანუ ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ გააკონტროლონ ეს ადამიანები. როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს სიტუაცია? მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა შევთავაზოთ უსაფრთხო სივრცე. მეგობრული, ასე ვთქვათ, სივრცეები, როგორიცაა მაგალითად სხვა შეზღუდების მქონე ქალებთან ერთად. ანუ რომ აი ეს სივრცე შეიქმნას მათთვის, რომ მათ ჰქონდეთ ურთიერთობა, კომუნიკაცია ერთმანეთში. და უნდა შევთავაზოთ მათ ეს შესაძლებლობები. ამის გაკეთების მარტივი გზა არის მუშაობა უშუალოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ საერთოდ ამ შეზღუდვების საკითხებზე, ან რომლებიც მუშაობენ შეზღუდვების მქონე ადამიანებთან. შეიძლება ეს იყოს ქალთა ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ აი ასეთი სივრცეების მოწყობა. მე ვფიქრობ, რომ ქალთა ორგანიზაციები და ეს ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ შეზღუდვების საკითხებზე, მათ ერთობლივად შეუძლია უსაფრთხო სივრცეების შექმნა თავისი ორგანიზაციის ფარგლებში თუნდაც ან სხვა ოფიციალურ დაწესებულებებში. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, ის რომ თვითონაც ზოგჯერ და უბრალოდ ხშირ შემთხვევაში არც იციან, როგორ მივიდნენ იმ ადგილებში, ხო? და ხშირად ოჯახის წევრს უყვანს მათი წაყვანა. და სწორედ ეს უკავშირდება კონფიდენციალურობის საკითხსაც, კონტროლის საკითხსაც, ხო? ანუ ოჯახის მიერ ამ ქალის კონტროლის საკითხს. მაგალითად, თუ კი ეს ასეა, ჩვენ უნდა შევქმნათ მონაწილეობის
პირობები, ხო? ანუ თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ შევქმნით უსაფრთხო სივრცეებს ამ ქალებისათვის, ხომ? მაშინ ესე იგი თავისთავად ეს უსაფრთხო სივრცეში მისვლაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ანუ შეიძლება თქვენ უზრუნველყოთ ტრანსპორტი მათთვის, იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს არ მოუწიოს მათთან ერთად წასვლა. აუცილებელი არის ამ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე, კომუნიკაციაზე. ზოგჯერ მათ შეიძლება ესჭირდებოდეს სურდოთარჯიმანი ან მაგალითად გიდი, ესე იგი ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ასაჭირო არის, ვთქვათ, ბრმა ადამიანისთვის ან სერიოზული მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანისთვის. შეზღუდვების მქონე ქალებს უნდა კონდეთ საშუალება, რომ აირჩიონ აი ასეთი ადამიანები, ანუ მათი დამხმარეები, თანაშემწეები, იმისათვის, რომ გასცდნენ ოჯახურ წრეს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობის საკითხებზე, ისევე როგორც სრულ თანხმობაზე. ანუ ამ ქალებმა უნდა შეძლონ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქალებს კონდეს ამის შესაძლებლობა მიიღონ საკუთარ თავთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. Is given through the other person, but not themselves. ძალიან ხშირად მათი სახელით მოქმედებს სხვა ადამიანი და მათ არ ეკითხებიან თვითონ რა სურთ ან რა ეს საჭიროებად. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საჭირო არის უშუალოდ ასეთ ქალებთან კომუნიკაცია და მათთან უშუალოდ მუშაობა. თავისთავად ეს საკითხები საკმაოდ კომპლექსური არის. აი, სექსუალური და რეპროდუქციული საკითხები, ხო? ზოგადად მთელი საზოგადოებისთვისაც საკმაოდ რთული არის, ხო? არა მარტო შეზღუდვების მქონე ქალებისათვის. ამიტომ რაღაც შედეგის მისაღწევად ჩვენ შეიძლება მცირე, მაგრამ ძალიან ისეთი მკაფიო ნაბიჯებით უნდა ვიაროთ წინ და პატარ-პატარა შედეგებს უნდა მივაღწიოთ. იმიტომ რომ თავისთავად ახლა თუ ასეთ პარალელს მომიყვანთ, ხომ, ახლა სახლს ერთ ღამეში ვერ ავაშენებთ და სახლის მშენებლობა სახურავით ვერ დავიწყებთ, ხო? უნდა დავიწყოთ ფუნდამენტით და ნელ-ნელა. მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, თუმცა გახსენებთ, რომ ჩვენ პრაქტიკულად გათვალისწინებული დრო უკვე ამოვწურეთ, მაგრამ შეგვიძლია დამატებით 10 წუთი ვთხოვოთ ექსპერტებს, რომ ისევ ჩვენთან იყოთ და სამი ადამიანია, რომელმაც ითხოვა სიტყვა, კითხვის დასმას სურთ. ეს არის შორენა მამულაძე, ესმა გუმბერიძე და ქეთი გიგინეიშვილი. კოლეგებო, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა და ამ შეკითხვებით და მერე პასუხით ამოვწუროთ დღევანდელი ჩვენი დისკუსია. ვიცი, რომ სურს მეტი დრო, მაგრამ მომავლისთვის გადავდოთ. გისმენთ შორენა. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო, ასე ვთქვათ, დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შანსის მოცემისათვის და ჩვენს სტუმართან მექნებოდა ასეთი შეკითხვა. ანუ რა გამოცდილება აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის და ჩვენთან მაგალითად საქართველოში უმეტესწილად სერვისები მორგებულია 18 წლამდე სეგმენტზე. რაც გვეტყოდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უმეტესწილად პირთა მშობლები 18 წლის ასაკის შემდეგ ვინც არიან, მათი მშობლები დიდ, ასე ვთქვათ, წუხილს და გულის ტკივილს გამოხატავენ იმის შესახებ, რომ ვერ ღებულობენ სათანადო სერვისებს, რომელსაც სახელმწიფოს თავაზობს შუშუმ პირებს, მაგრამ ასაკობრივი დისკრიმინაცია არის.
რას გვეტყოდა ამასთან დაკავშირებით? მადლობა. დიდი მადლობა შორენა, ესმა ისმენთ, ესმა გომბერიძე. კი ბატონო, ქალბატონ ანას პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დრო გამოგვიყო. მე ადრეც მინდოდა მასთან დაკავშირება და მართლა რაღაც ესე მოხდა, ცოცნება ასრულდა ჩემი. ორი კითხვა მექნება. პირველი ამ ბოლო დღეებში გამიჩნდა ესე პირდაპირ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დავინახე, რომ არ შშმ საკითხებზე შექმნილ მაგალითად ონლაინ პლატფორმებზე, ან ტელევიზიაში, ან სხვადასხვა ჯგუფებში, როგორც კი რამე დაიწერება შშმ პირებზე, იმ პოსტის თუ რა ვიცი ვიდეო სიუჟეტის მიმართ გაცილებით უფრო ნაკლები გამოხმაურება არის ხოლმე. ყოველთვის თითქმის. და მე როცა ასევე რაღაც ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხვდები ხოლმე აფხაზ შშმ პირებს დისტანციურად ონლაინ და მათაც რომ ვკითხე, კი არა და ეს რომ ვუთხარი, მათაც დავინდასტურეს რომ კი, მათაც აქვს შემჩნეული მსგავსი ტენდენცია. თქვენი გამოცდილება მაინტერესებს ამ საკითხზე რომ გაგვიზიაროთ, ანუ თქვენ რამდენად ამჩნევთ ამას, რომ შშმ თემებზე საზოგადოება, როცა კი ხდება მათი გახმოვანება, თუ მაინც რაღაცნაირად შეგნებულად უფრო ხუჭავს ხოლმე თვალს და წაუყრუებს ხოლმე. და მეორე კითხვა არის, გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა იყო წელს ჩვენთან, საზოგადოებრივ ცნობიერებაზე შშმ პირთა საკითხების მიმართ და შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებით. და გამოიკვეთა ესეთ საინტერესო რაღაც, რასაც მე ინტუიციით ვგრძნობდი რომ ესე იყო, მაგრამ ამან რაოდენობრივადაც გამოავლინა. რომ მაგალითად ანუ როცა შეადარეს სენსორული და ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირები, საზოგადოება გაცილებით უფრო ადვილად აღიქვამს და ადვილად მიიღებს თანამშრომელს მაგალითად ფიზიკური შეზღუდვით, იგივე ან პოლიტიკოს ფიზიკური შეზღუდვით, ვიდრე ანუ იგივე მაგალითად დასაქმებულს, ან რა ვიცი პარლამენტის წევრს სენსორული შეზღუდვით. აი მეორე ადგილზე დგას, ან შშმ პირთა შორისაც ვიცით, რომ სამწუხაროდ არის მიმღებლობის იერარქია. და თქვენ რამდენად განიცადეთ თავის დროზე ეს, რომ მაგალითად სხვა, თქვათ, ჯგუფის სხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებთან შედარებით თუ გრძნობდით და თუ გიგრძნიათ თავი უფრო დისკრიმინირებულად, არის თუ არა ეს ზოგადად მსოფლიო ტენდენცია და რა არის ამის მიზეზი? Ну, რა თქმა უნდა, ასევე რა შეიძლება ამას რომ დავუპირისპიროთ. დიდი მადლობა ესმა. ქეთი გიგინეიშვილსაც მივცეთ საშუალება დასვას შეკითხვა და მოусმინოთ შემდგომ საბოლოო პასუხებით ქალბატონ ანას. დიდი მადლობა ანა, შენც ამ არაჩვეულებრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის და ქალბატონ ანასაც პატივია ყველასთვის ალბათ ჩვენთვის მასთან შეხვედრა. პრინციპში შორენას შეკითხვას მეტნაკლებად უახლოვდება ჩემი. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, კოლეგებმა ისაუბრეს აქტივიზმზე, ამის მნიშვნელობაზე და ალბათ მნიშვნელოვანია აქვე პროფესიონალების, მხარდამჭერი პროფესიონალების მზაობა აი ამ პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისთვის და ამას ეხება ჩემი კითხვა და თუ დრო დარჩება ამაზეც თუ გიპასუხებს ძალიან გამიხარდება. რა გამოცდილება არის უშუალოდ მე სოციალურ მუშაკთა ასოციაციას წარმოვადგენ და ცოტა უფრო ეფექტური რო იყოს კიდევ უფრო ჩვენი ჩართულობა ამ პლატფორმაში. რა გამოცდილება სოციალური მუშაკების აი ამ აქტივიზმში მხარდაჭერის მხრივ და თუ არის ეს გამოცდილებაც რომ გაგვიზიაროს ან რა რეკომენდაცია შეიძლება რომ ჩვენც გავითვალისწინოთ. მადლობა. დიდი მადლობა ქეთი, ძალიან საინტერესო საკითხია, სიამოვნებით მოვისმენ მეც. დიახ, მოусმინოთ ქალბატონ ანას. შეგახსენებთ რომ რამდენიმე წამი დასჭირდება თარგმანს. Thank you very much. ძალიან დიდი მადლობა. I am a person perhaps very direct with my მე ძალიან პირდაპირ ვამბობ ხოლმე ჩემს სათქმელს. და იმედია რომ
რასაც ვიტყვი არ იქნება ნეგატიურად აღქმული თქვენს მიერ. რაც შეეხება მედიას. მე მაინტერესებს ამ შეხვედრაში რამდენი შეზღუდების მქონე ადამიანი მონაწილეობს. მაგალითად, თუ ბევრია, მაშინ დავფიქრდეთ, რა სახის შეზღუდვები აქვს ამ ადამიანებს. ვინ გვაკლია ამ შეხვედრაში, რა სახის ადამიანები არიან აქალები, მაგალითად, ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე, ყავს მაგალითად სმენის პრობლემების მქონე ადამიანები, ან ფსიქოსოციალური დარღვევების მქონე ადამიანები, ან გოგონები ასეთი შეზღუდვებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა, სურდო თარგმანს, მაგრამ სურდო თარგმანი ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ შეხვედრის ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის, ხო? ამდენად მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანისათვის და აი ჩვენი დღევანდელი დღეც უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია შევცვალოთ სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ვირტუალური სიტუაცია, ეს არის ახალი სიტუაცია. თავისთავად და ძალიან კარგია, რომ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზეც, ჩვენ გამოცდილებაზეც, ჩვენი შეკრებებიდანაც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და დავგეგმოთ მომავალი იმისათვის, რომ ჩვენ არავინ არ ჩამოგვრჩეს, არავინ არ გამოგვრჩეს. რაც შეეხება ტელევიზიასა და მედიას, ზოგადად ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს რაღაცა ორგანოები, რომლებიც მუშაობენ ანუ მარეგულირებელ ორგანოებს ახის, ანუ მაუწყებლების და მასმედიის მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც არეგულირებენ მათ მუშაობას. და ძალიან მნიშვნელოვანია მაშა სადამე, რომ აი ამ მარეგულირებელ ორგანოებში იყოს ქალთა უფლებების წარმომადგენელიც. ეს ფუნდამენტურია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხი ტელევიზიებში, სოციალურ მედიაში არ შეიცავს გენდერული თანასწორობის მიდგომას, ანუ ტელევიზიები და სხვადასხვა პლატფორმები არ იყენებენ გენდერული თანასწორობის მიდგომებსაც. მაგალითად თავისივე გადაცემებშიც და შესაბამისად ღვივდება სხვადასხვა სტერეოტიპები. იგივე შეეხება შეზღუდვების საკითხსაც. ტრადიციული მედია უნდა იცავდეს ადამიანის უფლებების სხვადასხვა ინსტრუმენტებს. ხო, ანუ საერთაშორისო ინსტრუმენტებს, რომელიც რატიფიცირებული არის ქვეყნის მიერ, ის უნდა იქნეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენებული კიდევაც. ამ ინსტრუმენტების დებულებები საუბრობს დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და ასე შემდეგ. მე შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო, მაგალითად, გუშინ ჩემ ქვეყანაში სენატმა ესპანეთის პარლამენტში არის კონგრესი და სენატი, ანუ ორპალატიანი პარლამენტი არის და გუშინ სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც შეეხება
იმ შეზღუდვების მქონე ქალების სტერილიზაციას, რომელთაც გამორთმეული აქვს სამართლებრივი უნარის სტატუსიც. ანუ ძალიან ხშირად ქალები, რომლებიც იყვნენ მოთავსებულები ინსტიტუციებში, ხდებოდა მათი სტერილიზაცია და ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ, ამის აკრძალვის შესახებ მიღებული არის უკვე გუშინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ნამდვილად. როგორც ვთქვი, ჩვენ ძალიან ბევრი წელიწადი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ აი ამ ნაბიჯისთვის მიგვეღწია და აი ამის აკრძალვას ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვითხოვდით ესპანეთში და მხოლოდ 15 წლის შემდეგ არის მიღებული ეს დოკუმენტი. და არის შესაბამისი შესწორებები შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსშიც. ახლა ჩემი რეკომენდაცია ასეთი იქნებოდა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა არსებობდეს ექსპერტები რაღაც ოფიციალურ ორგანიზაციებში, სახელმწიფო თუ სხვა დაწესებულებებში. ანუ აუცილებელი არის, რომ თუ კი ორგანიზაციაში დასაქმებული არის შეზღუდვების მქონე ადამიანები, აუცილებლად უნდა იყოს ვინმე, ვინც დაიცავს მათ უფლებებსაც, რომ არ მოხდეს მათი ჩაგვრა და დისკრიმინაცია. აუცილებელი არის ზეგავლენა მოვახდინოთ სახელმწიფო სტრუქტურებზეც. ეცადეთ, რომ ჩართოთ ექსპერტები საუბარში სახელმწიფო სტრუქტურებთან. აი ეს არის ჩემი ასეთი რეკომენდაცია. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, ეს არის არაჩვეულებრივი რეგიონი და ძალიან კარგი და სერიოზული მოძრაობა არის შეზღუდვების მქონე ქალების მიერ ჩამოყალიბებული. ევროპაც არაჩვეულებრივი არის ამ თვალსაზრისით. ლათინური ამერიკის ძალიან ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა ასეთი ადამიანების უფლებების დასაცავად და თავისთავად ბევრი ადამიანების, რომელსაც აქვს სენსორული შეზღუდვები, ისინი თავის ორგანიზაციებს აყალიბებენ ხოლმე და იქ ვერთავენ ქალებს, რომელსაც ფსიქოსოციალური დარღვევები მაგალითად, სხვა პრობლემები როგორიც არის მაგალითად მენის პრობლემები, ან მხედველობის პრობლემები, ან სიბრმავე, ან პარალიში მაგალითად და აქვე უზრუნველყოფილი არის, თქვათ, მშობლების ჩართულობა, ბავშვების შეზღუდვების და შეზღუდვების გარეშე და ასე შემდეგ. ანუ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას ასოციაციით. ეს ძალიან სერიოზული, დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაო არის, რომ გაერთიანდეს და ჩართულ იქნას საქმიანობაში არა მარტო შეზღუდვების მქონე ადამიანები, არამედ თქვათ შეზღუდვების მქონე ბავშვების მშობლები, ან სხვადასხვა სახის შეზღუდვების მქონე ადამიანები. რაც შეეხება მომსახურებას და აი ამ მშობლების უკმაყოფილებას, რაც თქვენ თქვით. მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ყველა იყოს ჩართული. ანუ ინკლუზიაზე უნდა ვიმუშაოთ. და მეც ყოველთვის ასეთ მიდგომას ვიყენებ, იმიტომ რომ ჩვენც ქალები ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ყველა სხვა და შესაბამისად საზოგადოებაც უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ ჩვენ თავის განუყოფელ ნაწილად
ჩაგვთვალონ, რომ ჩვენც ჩაგთონ, ანუ სრული, სრულყოფილი ინკლუზია უნდა იყოს. ყველა ადამიანი ერთნაირად და საზოგადოების ერთნაირი წევრი უნდა იყოს. არა მარტო შეზღუდვების მქონე ადამიანი, არამედ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ხო? და არ უნდა იყოს განსხვავება მათ შორის. ანუ ინკლუზიაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ამას მივახციოთ. ყველა მომსახურება, რაც კი შეიქმნება ქვეყანაში, უნდა იყოს ინკლუზიური და არა ექსკლუზიური. რა თქმა უნდა, გასაგები არის, რომ ერთ დღეში ეს ყველაფერი არ გაკეთდება, გასაგებია, რომ ჩვენ სხვადასხვა მიდგომები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მივახციოთ შედეგს. აუცილებელი არის, რომ ვთქვათ, ბავშვების შემთხვევაში მათ მიიღონ ზრუნვა და ყურადღება შესაბამისი, ესე იგი ვთქვათ, არ მარტო ოჯახის წევრების, არამედ სხვა ინსტიტუციების, რომ ისინი არ იყვნენ დისკრიმინირებულები. და ბოლოს მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ბოლო, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა თქვენ რამე, ესე იგი, რამდენიმე სიტყვა ვთქვა. და შესაბამისად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მუშაობა ქალებთან და გოგონებთან, რომელთაც აქვს შეზღუდვები. მნიშვნელოვანი არის მუშაობა შეზღუდვების მქონე ბავშვების დედებთან, იმისათვის, რომ მათი ხმა იყოს სათანადოდ გაგონილი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნება და პატივი იყო აი ამ რამდენიმე საათის თქვენთან ერთად გატარება და მე ყოველთვის მზად ვარ თანამშრომლობისთვის, თუ კი თქვენ ასეთი სურვილი გექნებათ. მადლობა ყურადღებისა და დროისათვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ანას და ყველა მონაწილეს. აქვე დავამატებთ იმას, რომ ამ შეხვედრას საბედნიეროდ ყავს ადამიანი და აქვე მადლობას გადავხდი მას, სურდო თარჯიმანი ოქსანა კურბატოვა, რომელიც მთელი ამ 2 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ინფორმაციის მისაწვდომობას რამდენიმე მონაწილისთვის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. აქვე მადლობა გადავუხადოთ ინგლისური ენის თარჯიმანსაც ქალბატონ ქეთი ვაჩაძეს, რომელიც გვეხმარება, რომ გავიგოთ ქალბატონი ანას გამოცდილების შესახებ და გავცვალოთ ინფორმაცია. როგორც გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეკითხვა დაგვრჩა, ძალიან ბევრი თემა გსურს, რომ განვიხილოთ, სრული 2 საათი გავიდა შეხვედრის დაწყებიდან და უნდა წავიდეთ დასასრულისკენ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ დღეს არის საერთაშორისო დღე შეზღუდული საზოგადოების მქონე პირთა, რომელმაც უნდა შეგვახსენოს ყოველდღიურად, რომ ადამიანები არ არიან მოწყალების ობიექტები, რაც იყო წარსულის, ესე ვთქვათ, მიდგომა, არამედ ყველა შეზღუდული საზოგადოების მქონე პირი არის უფლების სუბიექტი, ღირსეული ადამიანი და თანასწორი და სწორედ ამ გზავნილებით უნდა ვიმუშაოთ როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებმა და ვაღიაროთ შეზღუდული საზოგადოება როგორც მრავალფეროვნება და პატივიცეთ მას და ამავდროულად ჩვენ ვიმყოფებით 16 დღიან კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება და მიემართება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. და რეალურად ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც მჯერა, რომ არის წვლილი შეტანილი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ პლატფორმა, რომლის წევრიც არის პრაქტიკულად ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ქალი, მათ შორის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალები, მუსინათლო ადამიანები, სმენისამქონე ადამიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჯერა რომ ეს პლატფორმა და მისი არსებობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ზოგადად მულტისექტორული მიდგომის ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს პლატფორმა აერთიანებს არა მხოლოდ შეზღუდული საზოგადოების მქონე ქალებს, არამედ ქალებს და გოგოებს.
მე ბოლო რეპლიკის სახით, ბოლო შეჯამების სახით შემიძლია ქალბატონო ლიკა, ქალბატონო თამარ და ანას მოგცეთ შესაძლებლობა თუ გსურთ რომ თქვენი ბოლო წინადადებები დაგვიტოვოთ დღევანდელი დღის შესახებ და კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველა მონაწილეს, ვინც აქ გვესწრება და მოწვეულ სტუმრებსაც. მოკლედ ვიტყვით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას მონაწილეობისთვის ამ შეხვედრაში. მე ვერ ვიქნები ალბათ სწორი რომ ვთქვა რომ პირველ ნაბიჯებს ვთქვამთ ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც მაქვს განცდა რომ ადვოკატირების არტიკულაციის პრობლემების დაყენების თვალსაზრისით კიდევ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შეიძლება რომ რაღაცა შედეგზე გავიდეთ. ამიტომ არის პლატფორმა ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილება და მისი გაძლიერება არის ჩვენი ყველას საერთო ამოცანა. გაროს ქალთა ორგანიზაციის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ქალი და რეალობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და ჩვენს ექსპერტებს ქალბატონ ლიკა ნადარაიას და უღრმესი მადლობა ქალბატონ ანა პელაეს-ნარვაიას, რომელმაც ესე თავისი გამოცდილების გაზიარებით, პირადი ისტორიით, თავისი მაგალითით არის ძალიან სანიმუშო და მისაბაძილო და შთამაგონებელი ყველასთვის ჩვენთვის. და დიდი მადლობა რომ დაგვითმოთ დრო და იყო ჩვენთან ერთად. მეც ერთ-ორ სიტყვას დავამატებ და მადლობას გადაგიხდით ესეთი შესაძლებლობისთვის. ჩვენ თამარმა სწორედ აღნიშნა, ჩვენ არ ვართ პირველ კლასში, უკვე სერიოზული პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით, თუნდაც ის რომ უკვე შშმ კონვენცია რატიფიცირებულია და ამოქმედებულია საქართველოში, თუნდაც ის რომ ძალადობა ქალის მიმართ ერთ-ერთი მაღალი სტანდარტით ხდება მასთან ბრძოლა და მისი აღმოფხვის უზრუნველყოფა. მე მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის თითეული გადადგმული ნაბიჯისთვის, იმიტომ რომ სწორედ ეს არის გზა სრულყოფილებისკენ და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით და სხვადასხვა ტიპის უნარების კარგად შეჯერებით და სწორი სტრატეგიების დასახლით ყველაზე მცირედი აქტივისტური ერთეულიდან დაწყებული უმაღლეს ეშელონებამდე დამთავრებული, ეს უნდა იყოს ერთიანი ჰოლისტური პროცესი და მაშინ დაიდება შედეგი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ქალბატონ ანას თუ სურს შეგვიძლია ბოლო წუთი დავუთმოთ. თუ არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირველ რიგში პლატფორმის წევრებს უდიდესი მადლობა. მადლობა ჩვენს თარჯიმნებს, რომლებიც 2 საათია გვეხმარებიან. მადლობა ტექნიკურ დამხმარე ადამიანებს და კიდევ უძვირფასეს ნათიას და თათიას, რომლებიც აქ არ ჩანან, მაგრამ მაგათ გარეშე შეხვედრა არ შედგებოდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას ქალი და რეალობა, თამარი სამწუხაროდ ვერ ესწრება, მაგრამ ჩვენთან ერთად არის. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კომუნიკაცია ექსპერტებთან ჩვენი მხრიდან და არც მათი მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ აქტივიზმია ის მთავარი სტრატეგია, რომელმაც შეიძლება შეცვალოს არსებითად სოციალური მდგომარეობა შეზღუდული საზღვრების მქონე ქალებისთვის, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის და ბავშვებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა მათ, ვინც გვიყურა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თარგმნილი ვერსია ქართულ ენაზე დაიდება. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ მხოლოდ ინგლისური ენა გესმოდათ, ტექნიკურად სხვანაირად სამწუხაროდ შეუძლებელი იყო, მაგრამ აუცილებლად დაიდება ნათარგმნი ვერსია. კარგად გრძანდებოდეთ, ყველას დიდი მადლობა.